მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ამ ვიდეოს ჩაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ იმდენად შემაწუხა იმ ამაზრზენმა კადრებმა და იმ ამაზრზენმა ეგრეთ წოდებულმა თეატრის დადგმამ ბორდელმა თუ რაც ამ ვიდეოში ჩვენ ვნახეთ და თქვენს გექნებათ უკვე ამ ვიდეოს კადრები ნანახი, სადაც ფაქტიურად ხელოვნება კი არა, არამედ გადმოთარგმნილი და გადმოტანილია აღვირახსნილი, ყოვლად დეგრადირებული და ამაზრზენი შინაარსის დადგმა, რომელსაც უძღვებოდა აი ეს ვაჟბატონი, დათა თავაძე, აი ეს იყო მთავარი მისი, ესე ვთქვათ, სულის ჩამდგმელი და მე ბოდის ვიხდი ჩემი მაყურებლების წინაშე წინასწარ იმაზე, რომ ამ ვიდეოში ახლა თქვენ რაც ვინც პირველად ნახულობთ, იქნება გამოყენებული ისეთი ამაზრზენი სიტყვები და ისეთი ამაზრზენი სინტაქსური კავშირები, რომ მე გიხდით მათმაგივრად ბოდის, რომ საერთოდ ამის მოსმენა გიწევთ, მაგრამ რატომ მინდა რომ მოусმინოთ ახლა ამ ყველაფერს? რატომ გასმენინებთ? რომ იცნობდეთ ვინებიდგანა ქუჩაში, რომ იცნობდეთ ვინები არიან ამ ყველაფრის ორგანიზატორები და როგორ ებრძვიან ესენი ეკლესიას, თქვენ რწმენას, თქვენ ღირებულებას, ფასეულობებს, როგორ შეურაცხყოფენ, როგორ ეს მინდა თქვენ მოისმინოთ. გადავიდეთ. ახლა კიდევ ხმაურს ვიყავ. თქვენი ღმერთი ვინაც თურმე უიტყვით დავარს სამურქმედებენ ზეციური ცეცხლის ჯირა თურმე ისე დამდაბდა რომ მეტი საქმე არ აქვს იმაზე იდარდოს ხოლმე მამაკაცები თავიანთ ასოს მუტელში თუ ტრაქში ანუ ხო გესმით ის სიტყვების კორეანტელი ხა აქაც ხდება ანუ აი ყველაფერი მინახია ცხოვრებაში რა. ანუ ვოუქებისგან ჩვენი მისამართი ჩეტევა, ლიბერალებისგან ჩვენი მიმართ ჩეტევა. მინახია ყოვლად აღვირახსნილი მემარცხენე ჯგუფებისგან ჩვენზე თავდასხმა, ხო? მაგრამ ამ დონის შეურაცხყოფა, ამ დონის აი ტუალეტი თეატრი, ეს არ არის თეატრის შოუ, ეს არ არის სამფობრის თეატრი, ეს არის ტუალეტი ჩვეულებრივი, ეს არის უბორნია ჩვეულებრივი. აქ თუ იქნებოდა ამ თეატრი, რომელიც უნდა იყოს იდეაში განასახიერებდეს ხელოვნებისა და კულტურის მთელი აი რიგი ფასეულობებისა და მთელი ამ რიგი ჟანრების გადმოცემას, მის მხატვრულ, დრამატურგულ, ესე ვთქვათ, დადგმებს და თეატრი არის პრაქტიკულად ხელოვნების ერთ-ერთი უნიკალური მიმართულება და სფერო, ჩვენ აქ რას ვისვამთ? ეკლესიაზე შეურაცხყოფას, ღირებულებების თავზე დამხობას, თან შეურაცხყოფას კი არა, შეურაცხყოფასაც ხო გააჩნია. ანუ არც მინდა გავიმეორო ის სიტყვების კორეანტელი. აი ხო გეუბნებით ახლა მე უნდა უფრო ბინზურად ვსაუბრობდი ამათ მისამართით. ანუ ახლა თქვენ ვერ წარმოვიდგენთ მეგობრებო, მე რამხელა მოთმინებას ვიჩენ და რამხელა პატივისცემას თქვენ დამირო, ახლა ჩემი პირი არავიმყრალო აქ. ბევრი იყო ამის მიმართ თხოვნა, რომ არაერთხელ გამომიყენებია უცენზურო სიტყვები, რა თქმა უნდა შესაბამისი ადამიანების მიმართ. რახან აი ხო გეუბნებით უდიდეს პატივს გცემთ, მე ამ ესე ვთქვათ უცენზურო სიტყვებს აქ არ გამოვიყენებ. მივყვები ამ ლოგიკას. აი რა ლოგიკაში, რა მსოფლმხედველობაში, რა დრამატურგიაში, რა ხელოვნებაში, საერთოდ რა სამყაროში ჯდება აი ეს შინაარსი, ეს კაი დგავენ და ეს ყველაფერი ხა ამათი საქმიანობა და ვინც არის აი ამის შემოქმედი, ხო, აი ამის ადგილას მე საერთოდ საქართველოსთან წავიდოდ. მე უბრალოდ საქართველოში ფეხს აღარ დავდგავდი ამის სურათები და ეგენი ვნახე რაღაც გავიფიცი აქციიდან, რაღაცა იქ ევროპა, ესა ვნახე ლაილუი, ხო? ესეთი ამაზრზენი მე არაფერი არ მინახა. იმოდი მოусმინე. არა შემოგეთქვა არავითარი ღმერთი არ არსებობს. სამებით მოხანცა. აი არ შემილია ამის ბოლომდე ნახვა მართლა. აი უბრალოდ მეორე ეტაპზე გადავიდეთ. აი ამას დააკვირდით. მოლოდინში დიდ სიტყვებს მნიშვნელობების შემცვალეთ და რესტორდებს. ამ ხელა კაცი რაინდის ფორმაში იმაში წაკუზულია და შინაარს დააკვირდით რა. ეგზოტიკური სახელები გააქვთ. თქვი ეს სიბნელეა, თქვი ეს დირსება, თქვი ეს გაია, ეს სიწმინდე, თქვი ბიოლოგიური სქესისთვის შეუფერებელი. არ შინაარს ხო თარგმნით? ეხლა მე არ მინდა ამის ისენ პერიფრაზირებები და გაშინაარსება აქ არ მაქვს მე. აქ იმას რა ქვია, საგამოცდო ეროვნული გამოცდების მისაღები ცენტრი აქ არ მაქვს, ამის გაშინაარსებებს მოვდე რომ ამ იმბეცილებს ეხლა მე დრო დაუთმო ამაში. მე უბრალოდ ამ ყველაფერს თქვენ გასმენთ, ვინც ნანახი არ გაქვთ, რომ მოისმინოთ, ვინ არიან თქვენი მტრები, რომ იცოდეთ ზოგადად რა. ყველაზე რბილ სიტყვას ვიყენებ აქაც, ყველაზე რბილს, აი რა შემილია უდიდესი პატივისცემის თქვენ და მისო, რომ მე ეხლა არ ხმარობ ისეთ სიტყვებს, რასაც ესენი იმსახურებენ. მაგრამ ვიცი რომ თქვენ არ დააკლებთ და თქვენ ამაში თავისუფლები ხართ. და თქვი ნორმალიზების პოლიტიკა. ხსენებით ნემთბილი
აი ამ დონეზე რო თეატრი დაეშვება საქართველოში, ამ დონეზე რო დაეშვება, რავი, აი ზოგადად ხელოვნება. აი რა ინტელექტუალური ელიტა, რა არისტოკრატია, რა საერთოდ რაზე ვფიქრობთ, ანუ სერიოზულად ვამკითხოს, იმიტომ რომ პრეტენზიები ისე უჩნდება ამ ხალხს, რომ აი რატო არ ყოს პოლიტიკური ელიტა, რატო არ ყოს ინტელექტუალური ელიტა, რატო არ არის მეცნიერებათა აკადემია გაპიარებული, რატო არა ხელოვნება ამოზე, იქ ვიღაც დოი იყო, რომელიც გადადგა, რომელიც ხა ჩინეთში მიდის და იქ აფორმებს კონტრაქტს, ვაფშე უარეს კომუნისტებთან მიდის, რაღაც იგიჟეები ხდება რა, აი რაღაც აი ანორმალური ის ქალი რო იყო, რო გამოდიოდა კიდე ზომბის თვალებით რო იყო განმოსული და თქვენ მართმადიდებლებო და როგორ დაგვატყოვეთო და რაღაც მოციარული ორგაზმი რო იყო ის ქალი ხო იცით ვინც იყო იმაზე რო იყო გამოსული ხა ბოლოს დოი რო გაუშვეს იქიდან რა ქვია თეატრიდან ერთი წელი სახელმწიფო ფულს უხდიდა მაგათ რომ თქვენი საქმიანობა უნდა გააკეთოთ. ამ საქმიანობის მაგივრად ისინი ქუჩაში აქციებს იდგნენ, რეგიონულ ტურებს აწყობდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ანტისახელმწიფოებრივ განწყობებს ზრდიდნენ, რომელიც დაფუძნებული იყო თავიდანაბოლომდე დემაგოგიასა და ანტისახელმწიფოებრივ ქვენებებზე. აი, რატომაც შეუწყვიტეს მაგ თქვენ აი ამ დაწესებულებას, რომელიც აი მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხალხს, რომ აი ნორმალური ხალხი ხო არიან თეატრში. მე მჯერა რომ არიან, ეხლა საქართველოს ეგრე მართლა არ უჭირს ინტელექტუალურად რომ ნორმალური ხალხი იქ არ იყოს. მე მჯერა რომ არიან. ვინც ხართ თეატრისა და საერთოდ რამე ამ სფეროსთან გაკავშირებთ. ანუ მართლა გამოდით, აი მე გეუბნებით და ეს შემთხვევა, აი ეს საქართველოს სახელმწიფოს მისამართით განხორციელებული ინტელექტუალური, ფსევდოინტელექტუალური ბოდიშით თავდასხმა, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ეკლესიას არ წმენას, ჩვენს ეროვნულ ღირებულებას, ფასეულობებს და ფუნდამენტებს, რაც ჩვენ ადამიანებად გვაქცევს და იმით განსხვავდებით ჩვენ ცხოველებისგან, რომ ჩვენ აი ესეთი ფასეულობები და ღირებულებები, რასაც ჩვენ ვისავთ ამას თავს ესხმიან, ანუ თქვენ თუ ეს არ დაგმეთ, გამოდიხართ, აი მე გამოვიყენებ ესეთ რამეს, რომ გამოდიხართ დანაშაულის თანამონაწილე. მე ვნახე დღეს თეატრალურიდან და მათ შორის ხელოვნების მაგმართულებიდან სხვადასხვა მუშაკი ვინების იქ არიან და სხვადასხვა მაქსფეროთი დაკავებული ადამიანები გამოვიდნენ და თქვენსო ჩვენ ამ შემთხვევას გმობთ და თუ რამე ამასთან ვინმე საკავშირებთ, ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და მე თითოეულ მაგ ადამიანს ვაფასებ, იმიტომ რომ ეს რაც ახლა მოხდა, ეს მარტო ჩემს გრძნობებზე და ჩემს რელიგიურ სამხედველობაზე და თქვენ დამი შეურაცხყოფა კი არა, ეს არის ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს დაცინვა და თვითონ თეატრი არის მეგობრებო, ძველ საბერძნეთში რო ჩაისახა ეს რა ქვია კომედია, ისა რა ქვია ტრაგედია და ეს უნიკალური რამ ხელოვნების მიმართულებაში, რომელიც ადამიანის ემოციებსა და მის ექსტრავაგანტულ სამყაროს გადმოსცემს ამ იმეებით, რა ქვია, დათქმებით, რომელიც არის ძალიან მაგარი რაღაცა და ზოგადად დიდი ფანი ვარ თეატრის, ნუ ხა საქართველოში დიდი რა არა განვითარება, მაგრამ უცხოელს უყურებ, ხო? და მარტო საქართველოსავი რო გავანებოთ, ზოგადად უცხოეთში როგორია და ზოგადად როგორი იყო აქამდე, რამაც ჩვენ ეს ისტორია მოგვიტანა, ხო? იმიტომ რომ ეს აერთიანებს პროზას, პოეზიას, ლიტერატურას, მხატვრობას, ეს აერთიანებს მსახიობობას, ანუ თეატრიდან დგებიან ყველაზე კარგი მსახიობები, თეატრიდან დგებიან ყველაზე მაგარი ტიპები, ზოგადად საქართველოს და ბევრი გაკაჩვლა და უნიჭიერესი ადამიანები გამოსულა აქედან. ეხლა ეს ადამიანი და ეს კანტორა, ავიზვი აქ ვინებიც მონაწილეობენ რა, ანუ ამ საქმეში ვინებიც მე ზუსტი დეტალები არ ვიცი, სახელი გვარები, ამიტომ ვერ ვიტყვი, მე ეს ვიცით რა გვარი იყო ესა? ხო, დათა თავაძე. და ამოგდებულია პირველი უსუათე გავიფიცე. გასაგებია ხო ეს უკვე ყველაფერი გავიფიცე. უკვე რა ლიგაშია, რა სამხედველობა აქვს, საძის ეს უკვე გავიგეთ, ხო? მე ამ ადამიანის ადგილას მაგალითად საქართველოში აღარ გავჩერდებოდი. ანუ მართლა ვამბობ, ეხლა საერთო უბნის თეატრია თუ არ ვიცი რა არის, ეს აი აქ მონაწილე ადამიანები ვინებიც არიან, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღეს, გამოსასვლელები არიან და ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე. ეხლა მეც ერთი თემა, ეხლა მეორე თემა მინდა, რაზეც მინდა გავყვე. კაი მე ცუდი ვარ და მე არ ვარგი ვარ და მე აქ ვარ ვეჩმენი და მე ვაკრიტიკებ ყველას, ხო როგორც ფეონებია რაღაც პრორუსი, ბიზნესისტი, რაღაც ეგეთი რამეები. თქვენ ხო ყავთ მაგარი ინფლუენსერები. აი მიუმართავ ხა იმ ადამიანებს, ვინებიც პირველად შემოვიდნენ ამ არხზე. ჩემ გამოწერებს ეს არ ეხებათ. ჩემს გამოწერებს ეს, აი ვინებიც პირველად შემოვიდნენ. თქვენ ხო ყავთ თქვენი ინფლუენსერები, აი თქვენი საყვარელი იუთუბერები, თქვენი საყვარელი, რა ვიცი, ტიკტოკერები, თქვენი საყვარელი ეს იცოდი, რატო არ გმობენ აი ამ ფაქტს? აი გეკითხებით, რატომ არ გმობენ აი ამ ფაქტს, რაც განხორციელდა საქართველოს კულტურის ცენტრში, ჩვეულებრივად საქართველოს სახელმწიფოს ფუნდამენტურ ფასეულობასა და ღირებულებებზე ფსევდოინტელექტუალური თავდასხმა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, რომელიც უნდა იშებოდეს კანონით კი არ უნდა იშებოდეს. პირდაპირ ციმბირში იალა ეგრევე და მე კედელთან სუყვერა და ყველა უნდა გადახვრიტო. ეს არ არის მეგობრებო თავისუფლება. ეს იცით როგორი დონის შეურაცხყოფაა? ეხლა ვიღაცას შეიძლება ღმერთის არ ჯერა რა, ვიღაცას იმის არ ჯერა, სახელმწიფოს არ ჯერა, ვიღაცას იმის არ ჯერა, მაგრამ საკუთარ ოჯახში რო ვინმე შემოვიდეს და თქვენს ძმას, დას, დედას იმას რო შეურაცხყოფა მიეყენონ. თქვენ აი ვისაც ღმერთის საერთოდ არ წამთ, აი რა რეაქცია გექნებათ ამაზე?
ლიბერალებს არა რეაქცია ვიცით იმათ რაც არ უნდა შეურაცხყოფა მიაყენო რაც არ უნდა თავზე იმათ არა რეაქცია რა არც მეობა აქვთ მაგათ არც ღირსება არც მორალი არაფერი არ აქვთ მაგრამ აი თქვენ გეკითხებით რა საკეთებენ თქვენი საყვარელი ინფლუენსები რატო არ გმობენ ამას აი კითხოსო უბრალოდ რა მერე ჩემზე ტყდება ყველაფერი რა ტყდება ჩემზე იცი რომ აი რაღაცა იყენებს ამ ყველა ვერას ვიყენებ 4 წლის წინ დავიწყე საერთოდ კრიტიკა რა იყო ქართულ YouTube-ზე ყველას ეგ რაც იყო მემარცხენე ეხა გახდნენ ეხა სულ ყველა ანტილიბერალები და ეხა გახდნენ ვითომ რაღაც კონსერვატორები და ეგენი თორე პირველად აი 5-4 წლის წინ პირველად ვდებდი ანტი-მემარცხენე ვიდეოებს საქართველოში და 5 წლის წინ პირველმა გავდისე გირჩი საქართველოში და გირჩიზაცია და თავისუფალი ახალი პარტია და პირველი ბიჭო მე ჩემზე ტყრება ყველა ბიზნეს მონახარი პუტინი გაფინა რა შუაშია ბიზნესტობა პუტინისტობა საქართველოს სახელმწიფოს და ჩემს რელიგიურ გზნობას ვინ შეურაცხყოფას მიაყენებს ყველა ჩემი მტერია აბსოლუტურად ვინც გინდა ის იყოს მნიშვნელობა არა აქვს არც მის შეხედულებს სამხედრობას არც სოციალურ სტატუსს და არც რა გაუკეთებია კიდე საქართველოსთვის რა და კიდევ მადლობა აი დედა მომიკავდეს თუ ერთადერთი მიზეზი რის გამოც ახლა მესე აი შვიდად და ყოველგვარი ცენზურის გარეშე ვსაუბრობ არის რომ თქვენ ჩემ გამომწერეს პატივს ვსემ და უბრალოდ არ ვიყენებ ამ სიტყვას რომ უბრალოდ მიყურებენ ვიცი სერიოზული ხალხი მათ შორის ოჯახები დედები მშობლები და უბრალოდ არ მინდა გავაკეთო ეს ყველაფერი რომ ახლა რასაც იმსახურებენ მართლა ის ვილაპარაკო ამაზე რა ვიცმოვე თქვენ შეაფასეთ მეტი კორექტულად მე როგორ ვილაპარაკო ახლა მეტი კორექტულად მე როგორ მივმართო ვინებიც ამაში მონაწილეობდნენ ვინებიც არ მონაწილეობდნენ ამაში და იცოდნენ ეს რო ხდებოდა და არ დაგმეს ხო ვალდებულები არიან გამოვიდნენ და დაგმონ ეს შემთხვევაც მაო ეს არის საქართველოს სახელმწიფოზე ჩვენს ინტერესებზე და ჩვენ რელიგიურ გზნობებზე პირდაპირ თავდასხმა და შეურაცხყოფა ანუ სუცალ ფეხზე მკიდია რა არის მათთვის ხელოვნება რას უყურებენ რა განზომილებაში და როგორი არის მათი ესე ვთქვათ ეპატაჟური სამყაროს ესე ვთქვათ რა იმპრესიონისტული გადმოცემები ანუ სუცალ ფეხზე მკიდია ყველაფერი რა ეს რო ნებისმიერ მუსლიმანურ ქვეყანაში ეკნათ თავებს წააცრობდნენ ადამიანებს და მე რო ვლაპარაკობ ისა და მე გამოვიდა აუ არა ძალადობას აუ ისე გავაკეთე ისე არ მუშაობს საქართველოში ეს არა ძალადობას რა გავაკეთო აი არ მუშაობს ეს პრინციპი რა საქართველოში შიში თუ არ არის საქართველოში თუ არ დააბრახუნე და სხვანაირი პალაჟენი და არ შექმენი აი რავი დღის წესრიგი ძმაო არ ფიზიკურად ვერ იზა უბრალოდ თავზე დაგამხობენ ეს დასაწყისია ხვალზე გუღარეს გაგიკეთებენ მე შენი შვილის მეგობრებს მოუწევთ ამ კოლექტივში გაზრდა მე გეგონება აი წავიდა ჰარვარდში სასწავლებლად ხა ჩამოვა იქიდან LGBT აქტივისტი ვოუკისტი ფრი პალესტაინელი ლიბერალი და ვსო თვალსა და ხელშუა ფუჭდება ადამიანი და მე იჯექით და ჩემაშინო ამერიკაში მიიღო განათლება, ბრიტანეთში მიიღო განათლება, საფრანგეთიდან ჩამოვიდა. აი სუცალ ფეხზე მკიდია, რომელ ქვეყანაში იღებ განათლებას, რა სტატუსი გაქვს. სადაც ცხოვრობ, იქაურ ქუდს შენ თუ არ დაიხურებ. აი იმას რა ქვია, რამდენჯერ ყოფილა ის შემთხვევა, რომ აი LGBT ტიპები რო გარეთ გამოდიოდნენ, ხო, ალტიფოელები რო თავს აცრობდნენ, ხო? მე ალტიფოს მიმართ პატივისცემა რატომ აქვს? ანუ მე არ შემომიხაზი ალტიფო, შემოხაზი ქართული ოცნება, მაგასაც ვამბობ პრობლემა არ მაქვს არანაირი. მაგრამ ალტიფოს ატოვცემ ახლა პატივს. სხვა ყველა რაღაცა იქ ისაუბრე. ალტიფოელები აჩერებდნენ პირველი ასეთ პიდარასტებს რა. აი პირდაპირ. მარტივად. ისინი აკეთებდნენ ამ სამუშაოს. რაც არ უნდა ცხოვრება შევახდეს პატივისცემა ხალხის მიმართ ყოველთვის მექნება და დაუფასებ იმას, რაც მათ გააკეთეს. იმიტომ რომ მე ზოგადად მაგ კარგი შეფასების კრიტერიუმები. მაგრამ ვერ ავიტან, აი ხა საქართველოს მე მივართავ აი ხა ქართულ ოცნებას რა, ქართულ ოცნებას. ამ ხალხის მიმართ თუ არ დაიწყება, აი ვინებიც აი აქ არიან მონაწილეობდნენ რელიგიური გზნობების მუხლით გამოძიება და ყველაფერი და ბოდიშამდე არავის არაფერი ბოდიშს სანამ არ მოიხდიან ესენი უბრალოდ მერე არ გეონებით არ გიკვირდეთ აი უბრალოდ აღარ გაგიკვირდეთ რა ცემა ტყეპა ისენი უბრალოდ არ გაგიკვირდეთ მე იმიტომ რომ ქართველი ბუნებით როგორია ქართველი არის ბუნებით ღირსეული არსება ანუ ქართველს შენ შეგიძლია რავი მშიერი იყოს ქართველი შეუულია ბევრი რამე აიტანოს ქართველი შეუულია რავი ცივამინჩი ქუჩაში იყოს ქართველი შეუულია მაგალითად აომო 24 შვიცე მაგრამ ქართველი ვერ აიტანს შეურაცხყოფასა და იმიტომ რომ ჩვენ ვართ ღირსეული ამაყიერი ესეთი ეროგანტები ვართ ნუ რაღაცებში სუდია შეიძლება რაღაცებში კაია მაგრამ ჩვენ ესეთები ვართ და ჩვენს რელიგიურ გზნობებზე შეურაცხყოფა ეს უტოლდება საკუთარ დედაზე, საკუთარ მშობელზე, საკუთარ იმას ერთ-ერთი ავთენტური. აი რა მითხარი, აი მე ბოდიში კიდევ ერთხელ მე ძალიან კორექტულად საუბრობ, მე გინებას არ ვიყენებ, აი მე არაერთხელ მოუწია ჩემთვის შენიშნა რომ უცენზუროს მოიყენებ და გეთანხმებით, იმიტომ რომ 140,000 ადამიანი მიყურებს მინიმუმ და ბუნებრივია ეხა
არ არის ლამაზი, მაგრამ ხანდახან ხო იცით, თუ ადამიანს არ ერგება, მე სიტყვა, მე არასწორ ადამიანს, ანუ მართალ ადამიანს მე არასდროს არ ვეხები. მე ყოველთვის ვეხები იმას, ვინც არასწორია. და არასწორი ჩემი გადმოსახედიდან კი არა, თქვენი გადმოსახედიდან არასწორია. მე ობიექტურობას ყოველთვის ვიჩენ. და ძალიან გთხოვთ ერთი რამე გაითვალისწინეთ. სადაც ცხოვრობთ, ის ქუდი დაიხურეთ და თუ ესეთი ქვეყანა თქვენ არ მოგწონთ, აგერ ძმაო, თბილისიდანაც დაამატეს პირდაპირ რეისები ევროპაში, რუსეთშია, მათ შორის შეგიძლიათ რუსეთში, ევროპა თუ არიან რუსეთში და მოსკოვი ძალიან მაგარი ქალაქია, შეგიძლიათ მოსკოვში წახვიდეთ, ჩინეთში აუვიზო, ღვანზო მაგარი შეგიძლიათ იქ წახვიდეთ, ამერიკაში ჩალიჩებ რამენაირად შეხვალ, მაგრამ აქ რო ცხოვრობ, დაიხურე ის ქუდი. და თუ არ დაიხურებ, სხვები დაგახურებენ მაგ ქუდს ისე, მაგ ქუდს ვეღარასოდეს მოიხსნებერე. რავი, მე მაინც მოგიწოდებთ რომ იყოთ ადეკვატური კომენტარებში მეგობრებო, არ აყვეთ არანაირ პროვოკაციებს. უბრალოდ მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ ასეთი სახის ქმედება ეს ცდება ყოველგვარი ხელოვნების, ყოველგვარი გამოხატვის თავისუფლებისა და ყველანაირ ნორმალურ თეატრალურ მხატვრულ ფორმებს. ეს არის აღვირახსნილი, გაუგონორი ამაზრზენი შემთხვევა, რომელსაც მე პირადად ნიკამ შავანაძე უცხო გმობ საჯაროდ თქვენთან ერთად. და მე ვაჟღერებ თქვენ ხმას. და მე ყოველთვის ვიბრძოლებ თქვენი უფლებებისა და თქვენი ღირსებისთვის მეგობრებო. და როგორ ვიბრძოლებ და რამე ამას მომავალში გაგაგონებთ, როდესაც კიდევ უფრო მაღალი საფეხურზე ავალ და კიდევ უკვე სხვა ფლანგებიდან შევუტევ ესეთ ხალხს. დროებით.